რას დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემაა თქვენთან თენგიზ გოგუტიშვილის პოდკასტი. აუცილებლად გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. ძელა ვრაჩი თუ გაგიგიათ. ექიმთა საქმე. ახალგაზრდებს ალბათ არა, აი უფროსები კი მიხვდებიან, რასაც ვამბობ. 50-იანი წლების ამბავია თითქოს წარსულს ჩაბარებული, მაგრამ არც ასე ყოფილა საქმე. ექიმები, მამაშვილი ჩახუნაშვილების სუსმა დაიბარა და გონია რომ რამე ახალი ქნა. უფროს ლეიტენანტ მამუკა კობახიძის ნოუ-ჰაუ. არც კობახიძის ნოუ-ჰაუა, არც ივანაშვილის. ბორია მეკ ლავრენტი პავლოვიჩისგან გადმოიღო. ოღონდ არც ბორიას დაუწყია ექიმების დევნა დღეს ან გუშინ. მისი პირველი მსხვერპლი გახდა მამუკა ჩხაიძე, რომელიც თვეების განმავლობაში ათრიეს დაკითხვებზე და ბოლოს ოფიციალური ვერსიით გული გაუხეთქეს 54 წლის ახალგაზრდა კაცს. იუსტიციის მინისტრი წულუკიანი და მისი რაზმი ჩხაიძისგან ცდილობდნენ ზურაბ ჟვანიას სიკვდილში სააკაშვილის მონაწილეობის აღიარების მიღებას. რომ გაემართლებინათ, რასაც 10 წელი ყრანტალებდნენ იქამდე ყველა კუთხესა და ყველა ასავალ-დასავალში. გაიგე, ვიცოდი, იმ გიჟმა საფერფლე, თავისივე კაბინეტში, თურმე გადაუტანიათ მერე სახლში, საწყალი კაცი. ამ აღიარების მიღებას ცდილობდნენ, რომ შეექმნათ ლეგიტიმური საბაბი და პრეზიდენტი პრემიერის მკვლელობისთვის გაესამართლებინათ, მაგრამ მოწვევამ ვერ გაუძლო და გარდაიცვალა. ჩავთვალოთ, რომ ივანაშვილისა და ფსბ-ს დახმარების გარეშე. ჩავთვალოთ. ბორია ივანაშვილის მეორე მსხვერპლი იყო ლევან ჩაჩუა, სიმსივნი დაავადებული ექიმი, რომელსაც 9 თვე ციხე ახეხინეს, რათა ჟვანიას გარდაცვალებაზე თავისივე დასკვნა უარეყო, რომ ის საფერფლის ან რამე სხვა ვერსია ამოეწიათ. მაგრამ ვერც ეკქნეს. 2024 წლის დეკემბერში კი დააკავეს გიორგი ახუბაძე, რომელიც აქციებზე დაზარალებულებს სამედიცინო დახმარებას უწევდა. ნარკოტიკების ბრალდება ვერაფრით დაუმტკიცეს, თუმცა სამწუხაროდ იმდენ ხასყავდა ციხეში, რომ ფაქტიურად მოუკლეს დედა, რომელსაც მარტო უვლიდა ეს კაცი. აგერ სულ ახლახან რევოლუციის მოწყობის ბრალდებით დააპატიმრეს ექიმი, პედიატრი გიორგი ჩახუნაშვილი. ახლა კი შვილთან, ასევე ექიმ კოტე ჩახუნაშვილთან ერთად BBC-სთვის ყალბი ინფორმაციის მიწოდებასა და მტრული ძალების ხელშეწყობას თუ რაღაც იდიოტობას ედავებიან. ზუსტად ისე, როგორც რუსეთში არმიის დისკრედიტაციის, ეგრეთ წოდებული SVO შესახებ ფეიკების გავრცელებისა და ისტორიული სიმართლის გაყალბების ბრალდებებით ყრიან ადამიანებს ციხეში. ანუ იმათ, ვინც ამბობს, რომ შესაძლოა რუსმა ჯარისკაცებმა რაიმე ცუდი ჩაიდინეს ბუჩაში. ან შესაძლოა არ იყო ბოლომდე გამართლებული უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყება. რომ შესაძლოა უკრაინა იმსახურებს დამოუკიდებლობასა და ევროკავშირის და ნატოს წევრობას. ყველა ეს განცხადება, ისევე როგორც ხელისუფლების ნებისმიერი პირის კრიტიკა, რუსეთში არის დასჯადი. როგორც კინოში ამბობენ, გაგრძელება იქნება. ერთს დამელოდეთ. აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ეგრეთ წოდებული კარტოგრაფების საქმეც, რომლის არსიც იგივე იყო, რაც ექიმთა საქმისა. ცდელობა შეეტენათ ვინმესთვის ნეგატიური საიმიჯო ეფექტი. მაშინაც ციხე ახეხინეს და ცხოვრება დაუნგრიეს 2 მოხუც ადამიანს. დანაშაულზე, რომელიც ქოცებისავე პრემიერ-მინისტრმა და სხვა ჩინოვნიკებმა ჩაიდინეს რუსული საბოტაჟის ოპერაციის ფარგლებში. გარეჯი საქართველოა, კამიტიც საქართველოა. BBC ცრუმედია, იმედია მხოლოდ მართალი. აი, ბებია თქვენისა. ქოცები რაც მოვიდნენ, სულ ეპითეტების ზებნაში ვართ. ჯერ უნიათოებს ვეძახდით, მერე შტერებს, მერე უტვინოებს. დღეს კი უკვე პიტალო აი, ლუდით რომ დაიწყებ, არაღზე გადახვალ და 80 გრადუსიანი სამნახადი დაამთავრებ, ასე აუწიეთ გრადუს თვალს და ხელშუა. იმიტომ რომ იმათაც აუწიეს და აუწიეს სულ. ახლა ვზივარ და ვფიქრობ, რამდენად ადეკვატურია სიტყვა ქაჯობა. რის ჩადაცვლება შეუძლია და რამდენად სრულად გამოხატავს რეაქციას თბილისის საახალწლო სლოგანზე, რომელიც კალაძეს მოუფიქრებია თურმე. სიკეთით სავსე ქალაქი. იქნებ კალაძესაც არ მოუფიქრებია, მაგრამ ნებისმიერზე ალალია. ერთი არაცდეს არც ერთს. ქაჯობაა თუ არა თბილისის გარე დაბადება. რა თქმა უნდა არა. 01 დაიწყება პირადი ნომერი თუ 51 არაფერს წulis. ციფრებია მხოლოდ. ქაჯობაა თუ არა 800 ქურთთან მეგობრობა და მათი აღიარება მორალურ ავტორიტეტებად. გააჩნია საიდან შეხედავ. ყველას თავისი წარსული აქვს და არც ქურდია ყველა ერთნაირი. განსაკუთრებით თუ ძველი თაობისა, თუ კი ვინმე არის ასეთი დარჩენილი, მაგრამ არ მგონია. ქაჯობაა თუ არა რაჭკაპურისა და კიმჩენინის გამონაცვალი შარვლებით სიარული. ალბათ არც ეგ. რა კი შეგიძლია რომ მოდის ტენდენციებით ახსნა. ვინ არის ჩვენი ოტკუტურიე ბიჭიო? ქაჯობაა თუ არა ძვირიანი სპორტული მანქანებით გადაცემა. არა, მაგ საქმეს ბევრი მოყვარული ყავს ასევე. ქაჯობაა თუ არა მომღერალ ნავაი ბაკიროვთან მეგობრობა.
არა, რადგან შარვლების არ იყოს ყოველთვის იტყვი, რომ გემოვნებაზე არ დაობენ. ქაჯობაა თუ არა რამზან კადიროვის ძმაკაც ხამზად ჩიმაევთან ძმაკაცობა. არა, რადგან სპორტიც ბევრნაირი შეიძლება გიტაცებდეს. აბა რაღა არის ქაჯობა? აი როცა ყველაფერი ეს ზემოთ ჩამოთვლილი ემთხვევა ერთმანეთს. დაბადების ადგილის გარდა. და როცა ამას კიდევ ემატება ულევი ფული ბევრი კითხვის ნიშნით წარმოშობის შესახებ. როცა ამას ემატება ჟურნალისტი გოგონების ლანძღვა რა მახინჯები ხართ. თან ამ დროს როცა ლამაზები არიან. როცა ამას ემატება რუსეთთან ან ბელარუსთან გაფორმებული მრავალი მილიონის კონტრაქტები. როცა სცენაზე აატარებენ და ჩაატარებენ ვარდისფერ კუბოებს. როცა შენი კარიერისთვის უმნიშვნელოვანეს ადამიანთან და შენგან განსხვავებით ნამდვილად მსოფლიო ვარსკვლავთან ანდრეი შევჩენკოსთან მისასვლელი პირი არ გაქვს. როცა შენ საარჩევნო ბანერს პოლიცია და მეტადონის საძმო ერთად ყარაულობს დღე-დაღამე. ემად ვინმე მრამი არ მიახატოს ან ძალმა არ მოისაქმოს. როცა რიგითობით ყველა ხელისუფლების პირველი მეხუთბე იყავი. ახლა კი იუმორში თვით ივანაშვილს ბაძავ. როცა შენთვის ნაძვის $100-იანებით რთავ, ჩვენთვის კი აი ეური ქაჯური ტყუილებით. აი ეგ ყველაფერი ერთად არის ქაჯობა. როცა ღმერთმა მოგცა კუნთი და დაგაკლოთ ზარღვი. თავარი, შუბლის ზარღვი. და როცა შეგიძლია ქიმიური იარაღით მოწამლო ქუჩებსა და ქალაქს, აკადრო სიტყვები სიკეთით სავსე. ეგრე აივსეთ, მაგ სიკეთით, შენც, შენი მყარებელისა და შენი ხაზეინიც. სნობი მგოდამ. ევროკავშირს უფრო სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირიო. პროჭორვილელ ქალს უთქვამს ერთს. ევროკავშირს საქართველოს ჭირდება იმაზე მეტად, ვიდრე შეიძლება საქართველოს ჭირდებოდეს ევროკავშირი. დიდი ხანი აღარ ვკითხულობ, ეგენი გადაობენ თუ არა. მართლა იმას ფიქრობენ თუ არა, რასაც ყრანტალებენ. აღარ მიჩნდება ინტერესი, რას ეწევიან. აღარ ვფიქრობ, რომ სიშტერით მოსდით, თორემ ასე კაიგულისანი არიანო. არა, აი ზუსტად ვიცი უკვე. მოздით მტრობით, ამ ქვეყნის მტრობით. რუსის სამსახურში თავის გამოჩენის სურვილით, რომელიც ექცათ სპორტად. ეს სპორტი ყველასთვის არაა. კაი ვარჯიში უნდა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება. რაიმე სხვა სახეობაში ოლიმპიური ჩემპიონობა ჯერ კიდევ არ არის პირობა, რომ ამ სახეობაშიც აუცილებლად მწვერვალეს დაიწყო. მაგრამ გარანტიაა, რომ აუცილებლად კარგ მწვრთნელთან მოხვდები, კარგი განთესვით, კარგი პირობებში, კარგი პანსიონით. ახლა შეიძლება სანქციების სიაშს მოხვდე, მაგრამ ეგ ჩავთვალოთ, რომ თამდევი რისკია, როგორც მენისკია ფეხბურთელებისთვის ან ტვინის შერყევა მოკრივისთვის. კონტრაქტი თუ გიერთს, ხელს აწერ. იმიტომ რომ ალბათ ყველაზე შემოსავლიანი სპორტია. კონკურენციას გაგიწევენ მხოლოდ ალბათ NBA-ის კალათბურთელები და საუდის არაბეთში წასული ევროპელი ფეხბურთელები. დანარჩენები ახლოსაც ვერ მოვლენ. თან სპორტის ამ სახეობას გამოარჩევს, რომ არ აქვს ასაკობრივი ზღვარი. 30 წლის რომ ხდები, თავს კი არ ანებებ პირიქით, დამწყებებიდან გადადიხარ პროფესიონალებში, იმათ ლიგაში. ამ ასაკისთვის აღარ გჭირდება უკვე დამატებითი ლუბრიკანტები. შენ თავისკანი თვითონ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ვაზელინს, რომ ნებისმიერ ხვრელში შეძრე, ნებისმიერის. და სხვების გასაკვირად იქ შიგნით თავისუფლად ისუნთქო. თან ყარად იდგე ორ ფეხზე, ცალზე არა, ორზე. სპორტის ამ სახეობაში ყავს 20 წლის ვარსკვლავებიცა და 70-ს გადაცილებული სენსეიებიც, რომლებმაც გასხიოსნების უმაღლეს დონეს მიაღწიეს. ისინი უკვე ლექსად ამბობენ უმაღლესი ღვთაების სადიდებლებს და ვაზელინის ნაცვლად უკვე ნელსაცხებლებს გამოიმუშავებენ. ასე გააგრძელეთ ქალბატონო მაია და ამ გასხიოსნებას თქვენც მიაღწევთ. ევროპის ლანძღვასა და ბორიას ქებაში გაგეხსნებათ ყველა ჩაკრა და ჩამოკრა. მგონი პირველად ხდება, რომ კოცები აგებენ საინფორმაციო ომს და ეს აგიჟებთ. ყოველთვის დღის წესრიგი შემქმნელები ისინი იყვნენ და ოპოზიცია მხოლოდ მათ ბრალდებებზე მოპასუხე იყო. ყოველთვის. BBC-ის გამოძიებისა და ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდების შემდეგ ახლა უკვე პირიქითაა და პროჭორვილელები აშკარად ვერ არიან კომფორტულად. რბილად რომ ვთქვათ. ეს ერთს ნიშნავს. უეჭველად. უკვე ფიქრობენ და გეგმავენ თბილისშიცა და მოსკოვშიც რაიმე ისეთის გახეთქვას, რაც ამ სკანდალს გადაფარავს. დროს აღარ დაგვიტოვებს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი რაღაც ქიმიურ იარაღზე ვილაპარაკოთ და სივრცეს აღარ დაგვიტოვებს, რომ ამაზე ვპოსტოთ, ამ ვწეროთ. ეს ყოველთვის საშიში მდგომარეობა. ზვიგენი, რომელიც კარგავს სრულ კონტროლს ვითარებაზე და იძულებულია თავი დაიცვას. ასეთი ზვიგენი სახიფათოა. პირველად იყო ეს სიტყვა. მერე მოხვა აი ეს. სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუწყიდია ეგრეთ წოდებული კამიტი. შემდეგ ეს. ნივთიერებები, რაც ამ კოდის ქვეშ არის, ის იყო შესყიდული სახელმწიფოს მიერ. იმ კოდის ქვეშ იყო, რა თქმა უნდა. იქ არის როგორც აკრძალული, ისე არაკრძალული. შემდეგ ეს. დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შეძენილი აქვს და წლების განმავლობაში მიმდებარე აქციების დროს საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენებოდა მასების მართვისთვის არის ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი. და თქვენ რა გაიგეთ? ვინ რა იყიდა? ვინ რას რა შეურია? ვინ რა შეასხა მშვიდობიან მომიტინგეებს? ვიცი რომ ვერაფერი გაიგეთ და იცით რატომ? იმიტომ რომ ყველაფერი განგებაურიეს. არა მხოლოდ ფხვნილები და ხსნარები, არამედ ტყუილი და მართალი. ან ტყუილი და ტყუილი. ზუსტად ამიტომ, რომ თავგზა აგვებნეს და ყველაფერში დავეჭვდეთ. როცა გურამ მაჭარაშვილი ან დოდოშკა ხურცილავა გეტყვით, რას ლაპარაკობთ ხალხო, რა კამიტი, რის ქიმიური არაღი, ბატონი ბიძინა მაგას როგორ იკადრებდაო? რჩებით არა ფაქტების, არამედ სუბიექტური განწყობების ამარა. იწყებთ მსჯელობას იმაზე, რის დასაჯერებლად ხართ მზად და რის არა. ბორია იკადრებდა თუ არა. ის თუ არ იკადრებდა, იქნებ კობახიძეს ეკადრა. რამდენად დამფრთხალი ან რამდენად დამფრთხალი იყო 2024 წლის დეკემბერში. რამდენად ეზიზღება ქუჩაში გამოსული ხალხი. აქვს თუ არა ემპათიის ელემენტარული გრძნობა. რამდენად ხელშეუხებლად გრძნობს თავს, რომ წავიდეს სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულზე და გასცეს ქიმიური იარაღის გამოყენების ბრძანება. ან ერთმა, ან მეორე. ხო, ეს ყველაფერი თქვენი აღქმის და პირადი დამოკიდებულების ამბავია. ამიტომ ცდილობენ, რომ ისაუბრონ აღქმაზე და არა ფაქტებზე. არ გაჩვენონ გაზის თუ ფხვნილის შესყიდვის საბუთები. არ გაასაჯაროონ ბრძანებები, რითაც ბორიას მილიცია მოქმედებდა. არ გამოაქვეყნონ რადიოსაუბრების ჩანაწერები, რომლებიც გარწმუნებთ არსებობს, აქვთ და რომლებშიც ჩართულია ყველა. ზემოთ სულ ცოტა შინაგან საქმეთა მინისტრითა და სუსის უფროსი დაწყებული და ქვემოთ ალბათ ბოლო ტიტუშკები დამთავრებული. და ვიცნობთ რა პროჭორილელთა ხროვის ინსტინქტს შეგვიძლია სრული დარწმუნებით ვთქვათ, რომ არის პრემიერ-მინისტრად წოდებული ორგანიზმის ჩანაწერებიც. კარგად თუ მოგეკავთ, ბორინ კარადონის ხმასაცა და ინსტრუქციებსაც აუცილებლად მიაგნებთ. BBC-ს გამოძიება ახლა საუკეთესო საბაბია ოპოზიციისთვის, რომ ხმა მიაწოდინოს მსოფლიოს და საუკეთესო საბაბია მსოფლიოსთვის, რომ მოусმინოს საქართველოს, იმოქმედოს. ეს უნდა დაედოს უპირველეს საფუძვლად მომავალ სანქციებს პროჭორილელთა წინააღმდეგ. ეს არის ყველაზე აშკარა, რაც ბორიას რეჟიმს რუსეთის, ბელარუსის, ჩინეთისა და ირანის რეჟიმების რიგში აყენებს. კუდი ძაღლის არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს, არცა ქოცი დაუტევს მტრობას ქვეყნისას. იმის მიუხედავად რომ იცის, ევროპაში შესვლას ჯერ აუგზალავენ, შემდეგ კი გაზებს რომ საკმარისად გაუშვებს, იქ უფასოდ და დიდი ხნით წაიყვანენ. კაი ქვეყანაში, კაი ქალაქში, ჰააგაში. ოღონდ საგულაოდ არა. ბოლო ცნობები იქიდან გაიგეთ? ჰააგის სასამართლოს მონაცემებით ქართული ოცნება თურმე საგანგებო ტრიბუნალის კანდიდატთა რეიტინგში 41 საფეხური დაწინაურდა. ეს იყო ვაშე გადაცემა თენგიზ გოგოტიშვილთან. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню ваши გადაცემა და